სოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-ი ერთ-ერთი კომპანია მის ძალიან დიდ პორტფოლში მუშაობს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაზე, რომლის დახმარებით უსინათლო ადამიანებისთვის ხელოვნური მხედველობა იქნება შესაძლებელი, მათ შორის ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც სამწუხაროდ არასდროს არაფერი უნახავთ, რადგან ისინი დაბადებიდან არიან უსინათლოები. სწორედ ამ ტექნოლოგიის აღსრულების უნარი აქვს Neuralink-ის ჩიპს, ნეირონულ ინტერფეისს, რომელზეც მუშაობს ეს კომპანია. ამ თემაზე ბევრი რამ ცნობილი იყო ამ დრომდეც, მაგრამ უახლეს ინტერვიუში ილონ მასკმა ისაუბრა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ან მომდევნო დაახლოებით 1 წელიწადში ეს ტექნოლოგია უკვე გამოიცდება ადამიანებზე, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება არის კლინიკური კვლევების მიმართულებით, რადგან სწორედ ადამიანთან ინტერაქციის საფუძველზე დადგინდება მართლა მუშაობს ეს ტექნოლოგია და რა გვერდითი ეფექტები აქვს მას, რადგან გვერდითი ეფექტი როგორც აქვს ყველაფერს აბსოლუტურად და ამ გვერდითი ეფექტების მინიმიზაციაზე უკვე წავა საუბარი და მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში. დღეს ამ მოწყობილობის პროტოტიპული ვერსიები არსებობს და ისინი გარკვეული მიმართულებით იტესტება, მაგრამ არა ადამიანებზე და ისინი ჯერჯერობით არის დაბალი რეზოლუციის და ხარისხის გამოსახულებაზე ორიენტირებული, რადგან ჯერჯერობით აქ არის ტექნოლოგია, მაგრამ საჭიროებისამებრ და სურვილისამებრ ცხადია ეს ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტად განვითარდება. Blindsight ჰქვია ამ ტექნოლოგიას და ის იგივე ნეირონული ინტერფეისი, იგივე ჩიპია, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, რომელიც ადამიანის თავის ტვინს უკავშირდება და სხვადასხვა სენსორების მიხედვით იმპულსებს გადასცემს, ნეირონულ იმპულსებს ტვინს და თვალებს და მარტივად რომ ვთქვათ, აკავშირებს თვალებს ტვინთან და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმ ფუნქციას, რაც თვალებმა თავისით უნდა უზრუნველყონ, მაგრამ რადგან ადამიანი უსინათლოა, ეს ფუნქცია დარღვეულია და ამიტომაც სწორედ აქ შემოდის ტექნოლოგია. ცხადია, ჯერეც შესწავლის და გამოცდის ეტაპზეა, მაგრამ როგორც ჩანს, სულ მალე შესაძლოა დადგეს მომავალი, როცა ეს პრობლემა აღარ იარსებობს. კი და აქ მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სხვა პროტოტიპები, რომელზედაც წლების განმავლობაში მუშავიათ მეცნიერები, ძირითადად კამერების ჩართულობით იყო, ასე ვთქვათ, შექმნილი, თუმცა კამერების საკითხი ცოტა არ იყოს და პრობლემატურია, რადგანაც ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, არ სურს მარტივად რომ ვთქვათ, კამერების ან ტარება, ან სათვალეში ჩამონტაჟება, ან სხვა რამ. ხოლო თვალების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გამოსავალეა, ვინაიდან ადამიანის თვალი გაცილებით უკეთესად ხედავს რეალურ სამყაროს, ვიდრე ნებისმიერი სახის კამერა, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელიც პორტატულ ფორმატში შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. აქვე, რადგანაც კამერა ვახსენეთ, მინდა ვისაუბრო თავად ნეირონული ინტერფეისის მთელ არსებს. ეს არ არის, ასე ვთქვათ, მოწყობილობა, რომელიც ადამიანს რაღაც დამატებით შეძენს. რეალურად ეს მოწყობილობა აღადგენს იმ კავშირს, რომელიც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი ადამიანის ტვინი უნდა დაკავშირებულიყო ადამიანის კიდურებთან ხერხემლის გავლით და ხერხემალი აღმოჩნდა დაზიანებული, ნეირონული ინტერფეისი რეალურად აქ შეასრულებს იმ ხიდის როლს, რომელიც თავის დროზე უნდა შეასრულებინა ხერხემალს, მაგრამ ის სამწუხაროდ იქნა დაზიანებული. ზუსტად იგივე რამ ხდება თვალებთან მიმართებითაც და ამიტომაც აქ გასაოცარი არაფერი არ ხდება. ამას ილონ მასკი თავადაც აღნიშნავს ინტერვიუში და ამბობს, რომ ჩვენ რეალურად ვასრულებთ უბრალოდ ხიდის ფუნქციას, იმ ხიდისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ისედაც არსებობს. აქვე ნეირონული ინტერფეისი შეიძლება ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების აღდგენაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას წარმოვიდგინოთ, თუმცა მომავალთან მიმართებით მასკს და მის გუნდს ცოტა არ იყოს და სხვანაირი წარმოდგენები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია რეალურად მომავალში შეიძლება იქცეს არა უბრალოდ შეზღუდული შესაძლებლობების აღდგენის ტექნოლოგიად, არამედ რაღაც ახალი თაობის მოწყობილობად, სუპერმოწყობილობად, რომელმაც ადამიანს შეიძლება მისცეს დამატებითი შესაძლებლობები, მაგალითად პირდაპირი კავშირი ინტერნეტთან, პირდაპირი კავშირი ხელოვნურ ინტელექტთან და ამან შეიძლება მოგვცეს ისეთი, ასე ვთქვათ, რეალობა, რომელშიც ადამიანი შეიძლება იქნეს ჩართული მთელ სამყაროსთან ერთდროულად, ანუ ასე ვთქვათ, დაყოვნების გარეშე, იმ დაყოვნებისა, რომელიც გვაქვს კომპიუტერებთან და სმარტფონებთან მიმართებით, რადგანაც აქ არის საჭირო ინტერაქცია, მაგალითად აპლიკაციის გახსნა, კამერის გახსნა და ასე შემდეგ. ხოლო ნეირონული ინტერფეისი, რა თქმა უნდა, დაყოვნება არ აქვს, ვინაიდან ის პირდაპირ ტვინზე არის დაერთებული და ერთადერთი დაყოვნების სიჩქარე აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ფიქრის სიჩქარე. ხო, როგორც ვთქვით ამ თემაზე, ილონ მასკმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ Fox News-თან ისაუბრა და გეგმებიც დასახა და მარტივად რომ ვთქვათ, ახსნა თუ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია, ამიტომაც მოусმინოთ თუ რას ამბობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი.
Neuralink-ი ამჟამად ადამიანის ტვინში ჩასამონტაჟებელი ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე მუშაობს, რომელიც უნარშეზღუდულ ადამიანებს ფიქრის მეშვეობით სხეულის ნაწილების გაკონტროლების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, სტარტაპი მუშაობს მეორე მოწყობილობაზე, რომელსაც Blindsight ჰქვია და ის უსინათლოებს ვიზუალური გამოსახულების დანახვის საშუალებას მისცემს. მათ შორის მხედველობას მიიღებენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში დაბრმავდნენ და ისინიც, რომლებიც უსინათლოებად დაიბადნენ. იმედი გვაქვს, რომ პირველ Blindsight-ის ინტერფეის ადამიანის ტვინში მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩავაშენებთ და ვნახავთ, როგორი ეფექტიანი იქნება ის. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს სიარულის საშუალებას მივცემთ, რაც სწორედ ნეირონული ინტერფეისით იქნება შესაძლებელი, რომელიც კიდურებს პირდაპირ ტვინთან დააკავშირებს და დაზიანებული ხერხემლის მონაკვეთის ფუნქციას ჩვენი მოწყობილობა შეასრულებს.